წარმატებული სტარტი მცხეთა პარკზე ვიჯორჯიამ საქართველოს 23 ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის პირველ მატჩში გორის დილა დაამარცხა. განახლებულ სტადიონზე ნამდვილი საფეხბურთო სანახაობა შედგა. ვიჯორჯიას ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ამ არენაზე გუნდი არაერთ გამარჯვებას იზეიმებს. მცხეთა პარკი ფეხბურთის ფედერაციისა და კლუბის ერთობლივი ძალისხმევით განახლდა. მოედანი მაღალი ხარისხის ხელოვნური საფარით არის დაფარული. ტრიბუნა კი ჯერჯერობით 2000 მაყურებელზეა გათვლილი. ახალი სტადიონი ძალიან ბევრი იმედებს გვიჩენს. ჩვენ და ფეხბურთის ფედერაციამ განვახორციელეთ ეს პროექტი და ასეთი ყოფდა 2000 კაციანი სტადიონი შეემატა საქართველოს ფეხბურთს. და მე მიმედოვნებ, რომ მომავალში ეს პროექტი გაგრძელდება. ეს არის 3 ეტაპად დაყოფილი. პირველ ეტაპზე იყო ეს, რასაც ხედავთ დღესდღეობით მინდორის დაგება 2000-იანი ტრიბუნა. მომავალ სეზონისთვის ჩვენ გვინდა უკვე მეორე ტრიბუნის გაკეთება, ხოლო მესამე სეზონზე უკვე განათება, ტაბლო და ასე შემდეგ, რომ UEFA-ს თამაშებიც მიიღოს ამ სტადიონმა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზრუნებთ ჟურნალისტებისთვისაც, რომლებსაც ექნებათ უსადენო ინტერნეტი და თითქმის ყველანაირი კომფორტი, რომ კარგად იმუშაონ. რაც შეეხება შეხვედრას, თავიდანვე ცხადი გახდა, რომ თანაბარი თამაშის მომსწრენი გავხდებოდით. ანგარიში მე-40 წუთამდე არ გახსნილა. საბოლოოდ მასპინძლები დაწინაურდნენ. კორიფაძის გადაცემა გიგა ჯუღელმა გამოიყენა 1-0. ზუსტად 2 წუთში ღანიაშვილმა მეტოქის საჯარიმოში წესი დაარღვია და მსაჯმაც 11 მეტრიანი დანიშნა. ბურთთან ნოზაძე მივიდა და წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა ამჯერად გორელთა კარში დაინიშნა პენალტი. ჯანელიძე მის ზუსტად შეასრულა და ვიჯორჯია ისევ დაწინაურდა. მორიგი გოლი 69 წუთზე გავიდა. ნოზაძემ დუბლი მიითვალა 2-2. ამის შემდეგ 1 წუთიც არ იყო გასული, როცა მიქაბერიძის კარი გორელებმა მესამე დაიღეს. თავი ამჯერად ახალკაცმა გამოიჩინა. დაძაბულობა სულ უფრო იზრდებოდა, რაც საბოლოოდ ფეხბურთელებს შორის შელაპარაკების მიზეზიც გახდა, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა. 76 წუთზე ჯანელიძის მიერ შესრულებული ჯარიმის შემდეგ ბურთს თავი კასრაძემ დაუხვედრა და თანაფარდობა აღადგინა. საბოლოო შედეგი კი მსაჯის მიერ დამატებულ დროში დაფიქსირდა. ბოლო გოლის ავტორი კორიფაძე გახდა 4-3. ვიჯორჯიამ აქტივში პირველი 3 ქულა ჩაიწერა. ვიჯორჯიას გამომართლა და მოგვიგეს და ულოცავ. მართლა კაი თამაში იყო. ბიჭების უზომოდ კმაყოფილი ვარ, იმიტომ კაი ფეხბურთი ითამაშეს, შემტევი ფეხბურთი ითამაშეს და უფალმაც გადმოგხედა დღეს რა. ამ კაი დღეს 4-3 მოვიგე და უღრმეს მადლობას უხდი ყველა მოსულა გულშემატკივრებს და ბიჭებს ფეხბურთელებს. პირველი თამაში იყო და რა თქმა უნდა თავისებური დაძაბულობა იგრძნობოდა და კარგად დავიწყეთ მე რაღაც. ცოტა მოვდუნდით, 2 გოლი მივიღეთ, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ ბიჭებმა და დამსახურებულად გავიმარჯვეს ჩემი აზრით.